მივესალმები სოფიო ლობაქიძეს, აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ სოფიკო დატვირთული დღის მიუხედავად, რომ მოახერხეთ და გვერდობით პირდაპირ ეთერში. მოკლედ, ეხლა რომ ვთქვათ, რა ვითარება ამ დროისთვის დასრულდა თუ არა მორიგების პროცესი და აქვე მინდა გკითხოთ, რის საფუძველზე მიმდინარეობდა გამოსახლება, რომ მოგვიყვეთ. მოგესალმებით, მადლობა თქვენ იმისთვის, რომ დაგვითმეთ საეთერო დრო. ამ წუთას არსებულ მდგომარეობას რაც შეეხება, ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას მოგაწვდით. ამ წუთასაც მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რასაკვირველია აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტიური ჩართულობით და ჩვენ ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისამართზე მუდმივად მცხოვრები ოჯახების უდიდესი ნაწილი თანახმა მიიღოს ის შეთავაზება, რაც მათ მიმართ ამ პერიოდის განმავლობაში იყო გაკეთებული, ეს ეხება როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე კრედიტორის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას მათი საცხოვრისის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. თუმცა კვლავ არის რამდენიმე ოჯახი, რომელთანაც ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაშიც ორივე მხარე მიიღებს ორივე მათგანისათვის კარგ გადაწყვეტილებას და გადაწყდება საკითხი იმგვარად, რომ აღარ მოხდება დამატებითი დაძაბულობის შემოტანა პროცესში. რაც შეეხება საფუძველს, რამ გამოიწვია დღევანდელი პროცესის განხორციელება. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს დღეს პროცესის განხორციელებისთვის ჰქონდა ორი ლეგიტიმური მიზანი. პირველი ეს გახლავთ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება და მეორე მისამართზე მყოფი პირების ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2024 წლის 11 ივნისს ჩვენ მოგმართა კრედიტორმა, რომელიც წარმოადგენს უძრავი ქონების მესაკუთრეს და წარმოგვიდგინა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ადგენს პირთა გამოყვანას იმ ტერიტორიიდან, სადაც დღეს იმყოფება აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები იმყოფებიან. უნდა ვთქვათ, რომ შენობა, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, წარმოადგენს უკიდურესად ავარიულს. ეს გარდა იმისა, რომ ვიზუალურადაც იმჩნევა, არ არის სარიელი სიტყვები და ჩვენ ამ გარემოების დასადასტურებლად კრედიტორმა წარმოგვიდგინა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა, რომელშიც ცალსახად არის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მზიდი კედლების დაზიანება იმდენად მაღალი ხარისხისაა, რომ შენობა უვარგისია საცხოვრებლად და შესაბამისად ექვემდებარება დაუყოვნებლივ დემონტაჟს. სწორედ ამიტომაც ჩვენ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღარ გვქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ პროცესი კიდევ გადაგვედო, თუმცა ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ 2024 წლის 11 ნოემბრიდან დღემდე ორჯერ იქნა ჩანიშნული გამოსახლების პროცესი და სწორედ იმიტომ, რომ იქ ყოფი პირების საჭიროებები ყოფილიყო სრულყოფილად გამოკვლეული და შესაბამისად დაკმაყოფილებული ბიუროს შუამდგომლობით და კრედიტორის თანხმობით, ორჯერ იქნა გამოსახლების პროცედურა გადადებული. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პოლიციელები დიახ, ქალბატონ სოფიო, რა მინდა იცით გითხოთ, დღეს საკმაოდ ემოციური საუბრები ისმოდა, თავად იქ მყოფი ადამიანების მხრიდან სხვადასხვა ინფორმაციებიც ვრცელდებოდა. მინდა დააკონკრეტო, აი ნაწილობრივ კი საუბრობდით, აი რა ღონისძიებები გაატარა მაგალითად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იმისთვის, რომ მომხდარიყო საქმის მხარეთა მორიგებით და ნებაყოფლობით დასრულება. იმიტომ რომ იცით ალბათ ემოციური არის მყოფი ადამიანები, ვინაიდან საკმაოდ ისეთი კადრები იყო და შესაბამისად ვრცელდებოდა მათთვისაც სხვადასხვა სახის ინფორმაცია და მაყურებელს რომ ავუხსნათ რაშია საქმე ამ მხრივ. დიახ. ანუ როგორც გითხარით 2024 წლის 11 ნოემბერს წარმოგვიდგინა ჩვენ კრედიტორმა, ანუ მესაკუთრემ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამ თარიღიდან ჩვენ ყველა გამოსახლების საქმეზე და მათ შორის ამ კონკრეტულ საქმეზე დავიწყეთ წარმოება მორიგების პროცესით. ანუ ჩაერთვნენ საქმეში მედიაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის სოციალური მუშაკები, იმისთვის რომ მომხდარიყო შესწავლა იმ პირთა საჭიროებისა, ვინც იმყოფებიან მისამართზე. ამ მიზნით ჩვენ ათეულობით ვიზიტი განვახორციელეთ მისამართზე და ყველა იქ მყოფი ადამიანის საჭიროება ინდივიდუალურად იქნა შესწავლილი. ამ პროცესის ფარგლებში დადგინდა გარემოება, რომ ადგილზე მცხოვრები 58 პირი წარმოადგენდა დევნილი სტატუსის მქონეს. თუმცა აქვე უნდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ ამ 58 პირიდან უკვე ჰქონდა მიღებული სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, რაც გულისხმობს საცხოვრისით უზრუნველყოფას 24 პირს, ხოლო 29 პირი არის ისეთი, რომელს მიმდინარე განცხადება არის წარდგენილი სამინისტროში. აქედან სოფლად ცხოვრების პროგრამის ფარგლებში
6 პირს უკვე დადებითი პასუხი აქვს მიღებული და 5 პირი არსებობს და ისეთი, რომელსაც აქამდე არ ჰქონდა განაცხადი სახელმწიფოსთან გაკეთებული. ასევე განცხადება გავრცელდა დღესაც მერიის მიმართ და ეს გარემოება იყო ჩვენი მიერაც გამოკვლეული ადგილზე. 9 ოჯახი იყო ისეთი, რომელსაც შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების გამო მერიას თავაზობდა ქირით უზრუნველყოფას გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ამ შეთავაზებიდან ვიცით ასევე მერიის განცხადების საფუძველზე, რომ დღეის მდგომარეობით 2 ოჯახმა გამოხატა თანხმობა. რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას, როგორც გითხარით, ჩვენ ყოველ ათეულობით ვიზიტის ფარგლებში ვსწავლობდით ყველა იქ ყოფი ადამიანის საჭიროებას ჩვენ დეტალურად განვუმარტეთ იქ მყოფ ადამიანებს ის პროცედურა, რაც იძულებითი აღსრულების შემთხვევაში განხორციელდებოდა, ჩვენ განვუმარტეთ ის პრიორიტეტები, რაც უკავშირდება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებას, ასევე მივაწოდოთ ინფორმაცია იმ სახელმწიფო სერვისების შესახებ, რაც მათ შეეძლოთ, რომ გამოიყენებინათ და ასევე აუხსენით დეტალურად წესები, როგორ შეიძლებოდა მათი მხრიდან მომხდარიყო სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა. შესაბამისად, დღევანდელი შედეგი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაწილობრივ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ იქ მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი დღეს არ დარჩება უსახლკაროდ და ის მიღებული მას ექნება ის შეთავაზებები, რაც მანამდეც ჰქონდა და კარგია ძალიან, რომ დიდი ნაწილი მყოფი ადამიანების ამ შეთავაზებას ეთანხმება. ასევე ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ ახსნე ეს ჩანს კადრებშიც, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო საკუთარი რესურსით ეხმარება იქ მყოფ ადამიანებს მოძრავი ნივთების გადატანაში და ჩვენ მათი მოძრავი ნივთები მიგვაქვს იმ მისამართზე, სადაც ეს პირები მიგვითითებენ. ამიტომაც ამ ეტაპისთვის ჩვენ რასაკვირველია წეღანაც მოგახსენეთ, რომ არის რამდენიმე ოჯახი, რომელთანაც კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უდიდესი უმრავლესობა ამ პირებისაგან თან ხდება იმ შეთავაზებას, რაც აქამდე იყო გაჟღერებული. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია მოვალე მხარის ინტერესების დაცვა და რომ ადამიანები მაგალითად არ დარჩნენ ქუჩაში, თუმცა ბუნებრივია პროცესს აქვს ორივე მხარე და საინტერესოა აღსრულების ეროვნული ბიურო, როგორ იცავს იმ პირის უფლებას, რომლის სასარგებლოდაც არის სასამართლოს გადაწყვეტილება. რამდენადაც ცნობილია ობიექტის მესაკუთრე, გახლავთ უცხოელი ინვესტორი, აზერბაიჯანის მოქალაქე და ბიზნესმენი აბულფას მელიკოვი. როგორც მაგალითად კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ამ შეჭრით შეფერხდა მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა, შენატანი ბიუჯეტში დასაქმება. აი პოლიტიკა როგორია თქვენი სამსახურის? გააჩნია თუ არა რაიმე ბერკეტი დაიცვას ინვესტიციები ასეთი ხელის შემშლელი ფაქტორებისგან? დიახ. აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი ფუნქცია ნამდვილად გახლავთ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა და ის, რომ კრედიტორი, რომლის უფლება დადასტურებულია სასამართლო წესით, რეალურად მიხვდეს იმ შედეგს, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით არის დადგენილი. როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა აღიარებს პირის უფლებას, რომ დროული და ეფექტიანი აღსრულება მიიღოს, თუ კი ის მის სასარგებლო გადაწყვეტილებას მოიპოვებს სასამართლო განხილვის ეტაპზე და აი ამ ვალდებულების შესასრულებლად გახლავთ სწორედ აღსრულების ეროვნული ბიურო ის სახელმწიფო უწყება, რომელიც კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით ახორციელებს კრედიტორის უფლების დაცვას. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები უნდა იყოს განუხრელად დაცული და როგორც თქვით, ადამიანის ძირითადი უფლებათა შორის არის განსაკუთრებით ხაზგასასმელი სამართლიანი სასამართლოს უფლება და საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების დაცვა, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება ემსახურება, ეს არის ფორმალური ნაწილი, ანუ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა აღდგეს მესაკუთრის უფლება მის ქონებაზე თავისუფალი სარგებლობის და აღსრულების ეროვნული ბიურო არის ის უწყება, რომელიც ამ შედეგის პრაქტიკულ რეალიზებას ახდენს ხომ ჩვენ კანონის საფუძველზე ვახორციელებთ, რასაკვირველია, როგორც უკვე ვთქვით, მაქსიმალური შეზღუდვით მოვალეების მიმართ იძულებითი მექანიზმების გამოყენებისა, თუმცა ჩვენი ასევე პრიორიტეტული ვალდებულება გახლავთ საკუთრების უფლების დაცვა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად გულისხმობს მესაკუთრის შესაძლებლობას, რომ საკუთარი ქონება გამოიყენოს თუნდაც ბიზნეს ინვესტიციის მიზნებისათვის და ამან საბოლოო ჯამში ეკონომიკურ კეთილდღეობას შეუწყოს ქვეყანაში ხელი. ჩვენ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე კრედიტორი, რომელიც წარმოადგენს პირს, რომლის უფლებაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით არის დადასტურებული და დადგენილია, რომ მისი როგორც მესაკუთრის უფლება ირღვევა უკანონოდ შეჭრილი პირის მიერ უნებართოდ სარგებლობის მისი ქონების, მიუხედავად ამისა, კრედიტორი ამ წუთებშიც აკეთებს შეთავაზებას იქ მყოფი პირებისათვის, ის იჩენს ნამდვილად კეთილ ნებას. საიმისოდ, რომ მიუხედავად უფლების არარსებობისა, იქ მყოფი ადამიანები თუ კი მათ ნამდვილად არ გააჩნიათ საცხოვრისი, არ დარჩნენ ქუჩაში და ის ადამიანები,
ადამიანები, რომლებმაც ამ ეტაპამდე შესაბამისი კრიტერიუმების ვერ დაკმაყოფილების გამო სახელმწიფოსგან ვერ მიიღეს დახმარება, თავად კრედიტორის მიერ იყოს გარკვეული პერიოდით ან ქირით უზრუნველყოფის შეთავაზებით, საცხოვრისით უზრუნველყოფილი ან კონკრეტული კომპენსაციის ვადით. ამიტომაც აღსრულების ეროვნული ბიურო და ერთ-ერთი მიზანი მე დასაწყისშიც აღვნიშნე, რატომაც ჩვენ დღეს ეს პროცედურა დავიწყეთ, გახლავთ სწორედ ის, რომ აუცილებლად სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ითხოვს, რომ უნდა იყოს დაცული კრედიტორის უფლება, რომ დაიცვას მის მიერ დადასტურებული უფლების დროული აღსრულების პროცედურა და მათ შორის საკუთრების უფლება და სწორედ ამიტომაც ჩვენ ადეკვატური გამოყენებით იმ იძულებითი ღონისძიებების, რასაც კანონი ადგენს, ყოველ ჯერზე ვცდილობთ, რომ კრედიტორის უფლება იყოს მაქსიმალურად ეფექტიანად დაცული. რატო ვამბობთ ადეკვატური ღონისძიებით? წეღანაც ვთქვით, რომ ჩვენ გამოსახლების ყველა საქმეს ვიწყებთ მორიგების პროცედურით, თუმცა უნდა ვთქვათ აქვე, რომ ჩვენ თუ კი ამოვწურავთ მორიგების პროცედურას იმგვარად, რომ ვეღარ მოხდება მხარეთა შორის საერთო მორიგების კონსენსუსის სივრცის გამონახვა, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ კრედიტორის უფლების დაცვის მიზნით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა დაიწყოს გარკვეული იძულებითი მექანიზმების გამოყენება. და საბოლოოდ ამას მოაქვს ის, რომ ქვეყანაში იქნება სამართლებრივი წესრიგი, იქნება კანონის უზენაესობა დაცული და ყოველი ინდივიდუალური შემთხვევა, რომელიც შესაძლებელია ამ პრინციპს ეჭვქვეშ აყენებდეს, აუცილებლად ადეკვატური მექანიზმებით იქნება აღმოფხვრილი. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ, იმედია მორიგების პროცესი მალე დასრულდება. ჩვენს ეთერში სოფიო ლუკაბიძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი საუბრობდა.